კომპიუტერული ნაწილების დღევანდელი ფასების ფონზე არასწორად შერჩეული ოპერატიული ერთ-ერთი ყველაზე არასასიამოვნო შეცდომაა. შეიძლება გადაიხადო მეტი, მაგრამ მიიღო ნაკლები წარმატება მხოლოდ იმიტომ, რომ ოპერატიული არასწორად შეაფასე. მოგესალმებით მეგობრებო, დაგიბრუნდით მორიგი ეპიზოდით, რომელშიც დავფარავთ ყველა ძირითად საკითხს ოპერატიულ მეხსიერებებთან დაკავშირებით. ვისაუბრებთ რა განსხვავებაა მეგაჰერცსა და მეგატრანსფერს შორის, ასევე რას ნიშნავს CLE და latency, როგორ მუშაობს dual channel-ი, რას ნიშნავს ტაიმინგები, რა განსხვავებაა DDR3, 4-სა და 5 შორის და რატომ არის ძალიან მნიშვნელოვანი EXPO და XMP პროფილების ჩართვა ჩვენს კომპიუტერში. ასევე გამოვიყენებთ ცოტა მათემატიკასაც, რომელიც დაგვეხმარება ოპერატიული მეხსიერების ნანოწამებში გაზომვაში, თამაგაზე ვისაუბრებთ, ნახავთ რას ნიშნავს. ვიდეოს ბოლოს უკვე გეცოდინება, როგორ შეადარა ოპერატიული მეხსიერებები ერთმანეთს და იცოდე რომლის ყიდვა ღირს და რომლის არა. დავიწყოთ. პირველ რიგში ზოგადად განსაზღვროთ, რას ნიშნავს ოპერატიული მეხსიერება. RAM ნიშნავს Random Access Memories, რომელშიც ინფორმაცია ინახება დროებით და ეს არის ინფორმაცია, რომელიც პროცესორს მუდმივად ჭირდება მუშაობისთვის. მაგალითად, როდესაც თამაშობთ თამაშს, უყურებთ ფილმს, ვამონტაჟებთ ვიდეოს, სწორედ ოპერატიული არის ის სწრაფი სამუშაო სივრცე, სადაც დროებით იტვირთება ეს ინფორმაცია, ხოლო შემდგომ მას პროცესორი აქტიურად იყენებს. ის გაცილებით სწრაფიცაა შედარებით SSD-ებისგან და HDD-ებისგან, რომელზეც ინახება მაგალითად ფოტოები, ვიდეოები და ისეთი ფაილები, რომლებიც მუდმივად ყოველ წამს ჩვენი მუშაობის პროცესში არ გვჭირდება. ძალიან მოკლედ, SSD ინახავს თქვენს ფაილებს, ოპერატიული კი აქტიურად მიმდინარე დროში გამოსაყენებელ ინფორმაციას. ის მუშაობს ყოველთვის, როდესაც კომპიუტერი ჩართულია. ახლა ვისაუბროთ ოპერატიული მეხსიერების მოცულობებზეც. მოცულობა ნიშნავს იმას, თუ რამდენი გიგაბაიტი ინფორმაციის შენახვა და მასზე მუშაობა შეუძლია ოპერატიულ მეხსიერებას დროის ნებისმიერ მოცემულ მომენტში. თავდაპირველად, როცა კომპიუტერები გამოვიდა, 512 მეგაბაიტი ოპერატიული სრულიად საკმარისი იყო დავალებების შესრულებლად, მაგრამ ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად დღევანდელი სტანდარტი 16 ან 32 გიგაბაიტია უკვე. ოპერატიული მეხსიერების მოცულობას გადამწყვეტი როლი აქვს ბევრი დავალების ერთად შესრულების დროსაც, იგივე მულტიტასკინგის დროს. მაგალითად, როდესაც გაქვთ სამონტაჟო პროგრამაც გახსნილი, რაიმე თამაშიც, უყურებთ ფილმსაც და ასე შემდეგ. მოკლედ, ბევრ დავალებაზე ერთად მუშაობთ. თითოეული ეს პროგრამა თავის წილ ოპერატიულ მეხსიერებას მოიხმარს და საბოლოოდ ეს გიგაბაიტები ივსება. რაოდენობრივად ბევრი გიგაბაიტი ოპერატიულში არანაირად არ ნიშნავს აუცილებლად სწრაფ კომპიუტერს, იმიტომ რომ თუ მას თქვენ ვერ გამოიყენებთ, ყოველგვარ აზრს დაკარგავს. 32-64 და კიდევ უფრო მეტი ოპერატიული ჭირდებათ ისეთ ადამიანებს, რომლებიც მუშაობენ ძალიან დიდი ზომის ფაილებზე სამონტაჟოდ და ამავდროულად არიან მულტიტასკერებიც, ბევრი პროგრამა აქვთ ერთდროულად გაშვებული. დაჯალოებით! ბაშორდი! თამაშებისთვის დღევანდელი ოპტიმალური მოცულობა არის 16-დან 32 გიგაბაიტამდე, ნუ რა თქმა უნდა, თამაშზეა დამოკიდებული. სამონტაჟოდ კი უფრო მეტიც შეიძლება დაგჭირდეთ, გამომდინარე იქიდან თუ რა რეზოლუციის, რამდენი FPS-ის და რამხელა ზომის ფაილია სამუშაო. ძალიან მოკლედ, მეტი გიგაბაიტი ნიშნავს მეტ ადგილს აქტიური სამუშაო ფაილების შესანახად და დიდი რაოდენობით გიგაბაიტები ჭირდებათ ადამიანებს, რომლებიც ეწევიან მულტიტასკინგს და ამავდროულად მუშაობენ ძალიან დიდი ზომის სამონტაჟო ფაილებზე. განვაგრძოთ ძალიან საინტერესო თემით, რატომ მუშაობს ოპერატიული მეხსიერების ორი სტიკი უკეთესად, ვიდრე ერთი. თავშივე უნდა დავაზუსტო, რომ 2-ჯერ 8 გიგაბაიტიც და 1-ჯერ 16 გიგაბაიტიც ჯამში გვაძლევს 16 გიგაბაიტს, აქ არანაირი სხვაობა არ არის და საერთოდ მოცულობა ამ შემთხვევაში გადამწყვეტი ფაქტორი არ არის. მნიშვნელობა აქვს CPU memory controllers, რომელიც განსაზღვრავს, რამდენი არხით შეუძლია დაკავშირება ოპერატიულ პროცესორთან. სამხმარებლო სისტემების აბსოლუტური უმრავლესობა, მაგალითად AMD-სა და Intel-ის ჩვეულებრივი სისტემები, ყველანი მუშაობენ dual channel სისტემაზე. როდესაც ასეთ სისტემაზე ვსვავთ მაგალითად 1-ჯერ 16 გიგაბაიტიან სტიკს, ანუ ოპერატიულის ჯოხს, ამ შემთხვევაში ოპერატიული პროცესორს გადასცემს ინფორმაციას მხოლოდ ერთი არხიდან, dual channel ხო არის და გადასცემს ერთი არხიდან, ეს არხი ძალიან იტვირთება და ოპერატიული სრულ შესაძლებლობებს ვეღარ ავლენს ამის გამო. ხოლო როდესაც იგივე dual channel პლატაზე
სვავთ 2 ცალ 8 გიგაბაიტიან ოპერატიულს, ისევ 16 გიგაბაიტი გვაქვს, მაგრამ თითოეული 8 გიგაბაიტი თითო არხიდან მიედინება, ანუ ორი არხი dual channel სწორედ მაგას ნიშნავს, რომ ორი 8 გიგაბაიტიანი სტიკი რო ზის, თითო 8 გიგაბაიტიდან ინფორმაცია თითო არხით მიდის და არც ერთი არხი ზედმეტად აღარ იტვირთება. აქედან გამომდინარე ოპერატიული ავლენს თავის სრულ შესაძლებლობას. აი ნათელი მაგალითისთვის შეგვიძლია dual channel-ი შევადაროთ მაგისტრალს. წარმოიდგინეთ, რომ ოპერატიული და პროცესორი ერთმანეთს უკავშირდება მაგისტრალებით და dual channel შემთხვევაში გვაქვს ორი მაგისტრალი და როდესაც ჩვენ ვსვავთ 1 ცალ 16 გიგაბაიტიან სტიკს, ეს მთელი მანქანების ნაკადი, რომელიც უნდა გადაადგილდეს, არის მხოლოდ ერთ მაგისტრალზე განლაგებული და მეორე არის ცარიელი. რა თქმა უნდა, პირველი მაგისტრალი ზედმეტად იტვირთება და წარმოქმნის საცობს, რითაც ვერ ხორციელდება სრული პოტენციალის გამოვლენა. ხოლო 2 ცალი 8 გიგაბაიტიანი სტიკის შემთხვევაში ეს მთლიანი მანქანების ნაკადი ორ მაგისტრალზე ნაწილდება და საცობები და პრობლემებიც გზაზე ბევრად ნაკლებია. რა თქმა უნდა, არსებობს 1 არხიანი, 3 არხიანი, 4 არხიანი, 6 და 8 არხიანი CPU memory კონტროლერებიც, მაგრამ ისინი სამხმარებლო სეგმენტში პრაქტიკულად არ გვხვდება და ძირითადი აბსოლუტური უმრავლესობა მუშაობს dual channel სისტემაზე. და რაც შეეხება იმ შემთხვევას, როდესაც 4 სტიკი გვაქვს ჩასმული, რა თქმა უნდა, პრინციპი მაინც dual channel-ია, იმიტომ რომ სისტემა dual channel-ის გვაქვს, უბრალოდ თითო არხზე 2 სტიკის ინფორმაცია შედის, ანუ 4 რო გიზით, ორ არხზე ნაწილდება ორ-ორად რა. ძალიან მოკლედ, RAM-ს არხები ჭირდება ინფორმაციის გადასატანად და dual channel სისტემაში 2 სწორ სლოტში ჩასმული ოპერატიული საშუალებას აძლევს ორივე არხს იმუშაოს ზედმეტი დატვირთვის გარეშე და რა თქმა უნდა ეს ზრდის ინფორმაციის გამტარიანობას. გადავიდეთ ოდნავ უფრო კომპლექსურ საკითხზე, რომელიც ეხება მეგაჰერცებს და მეგატრანსფერებს. ძალიან ხშირი შეცდომა, რასაც ადამიანებიც და მათ შორის მაღაზიებიც უშვებენ, არის აი ამ ორი მცნების მეგაჰერცის და მეგატრანსფერის ერთმანეთთან გაიგივება. DDR ნიშნავს double data rates, ანუ შინაარსობრივად ის მონაცემთა გადაცემის სიჩქარეს აორმაგებს აღმავალ და დაღმავალ ფაზებზეც ერთდროულად. მეგატრანსფერი არის რიცხვი, რომელიც აღწერს თუ რეალურად რამდენი რაოდენობის მონაცემების გადაცემა მოხდა წამში, ხოლო მეგაჰერცი არის რიცხვი, რომელიც გამოხატავს იმას, თუ რამდენი საათობრივი ციკლი clock cycle შეასრულა კომპონენტმა წამში. რადგან DDR-ი აორმაგებს მონაცემთა გადაცემის სიჩქარეს, მაგრამ უცვლელს ტოვებს clock cycles, მეგატრანსფერების რაოდენობა ყოველთვის ორჯერ მეტია მეგაჰერცების რაოდენობასთან შედარებით. ანუ 3200 მეგატრანსფერიან ოპერატიულს აქვს 1600 მეგაჰერცი, 6800 მეგატრანსფერიან ოპერატიულს აქვს 3400 მეგაჰერცი და ასე შემდეგ. მოკლედ, მეგატრანსფერები ყოველთვის ორჯერ მეტია მეგაჰერცებზე. იმის თქმა, რომ ვიღაცას აქვს 5200, 6400 და 7200 მეგაჰერციანი ოპერატიულები, ამის თქმა არასწორია, რადგან აქ იგულისხმება მეგატრანსფერების რაოდენობა. და რაც შეეხება იმას, თუ ზოგადად რას განსაზღვრავს მეგატრანსფერები, აი წერან ნახსენებ მაგისტრალის მაგალითზე გავაგრძელებ ახსნას. თუ dual channel-ი ნიშნავდა ორ მაგისტრალს, სადაც მანქანები გადაადგილდებოდნენ, ოპერატიულის მოცულობა 16-12 გიგაბაიტი ნიშნავდა იმას, თუ მთლიანად რამდენი მანქანის დატევა შეუძლია მაგისტრალს ნებისმიერ დროის მოცემულ მომენტში, აი მეგატრანსფერი უკვე ნიშნავს მაგისტრალის ხარისხს და მანქანების სიჩქარეს. რამდენად ჩქარა შეუძლიათ რომ გადაადგილდნენ მანქანები აი ამ მაგისტრალზე. ნუ რა თქმა უნდა, ახლა მაგისტრალი 2 იქნება 4, 6 თუ 10 და სულ რამდენი მანქანის დატევა შეუძლია მაგისტრალს ეგ ცალკე თემა, მაგრამ რასი სწრაფით მოძრაობენ მანქანები ამ მაგისტრალზე, უკვე საერთოდ სხვა საკითხია და ის სწორედ მაგას გამოხატავს მეგატრანსფერები. სიჩქარეა პრაქტიკულად რა. აი ამ სიჩქარეს კი უწოდებენ გამტარიანობასაც, იგივე ბენდვიჩს. ძალიან მოკლედ, მეგაჰერცი აღწერს ოპერატიულის ტაქტურ სიხშირეს, ხოლო მეგატრანსფერი აქტიურ მონაცემთა გადაცემის სიჩქარეს. ჩვეულებრივ, მეგატრანსფერი ორჯერ მეტია მეგაჰერცებზე DDR-ის შინაარსიდან გამომდინარე. განვაგრძოთ შემდეგი ერთ-ერთი ფუნდამენტალური თემით ოპერატიული მეხსიერების შესახებ. შეიძლება სადმე შეგვქონდრიათ სიტყვები CL, CAS, latency, NS და ასე შემდეგ. აი სწორედ ამ სიტყვებს ავხსნით, რას ნიშნავს თითოეული მათგანი. მოდით შევთანხმდეთ ტერმინოლოგიაზე და პირველ რიგში ვთქვათ, რომ
CL და TCL ორივე შეიძლება შეგხვდეთ, ნიშნავს ერთი და იგივეს, ეს ორი მცნება, ხოლო CAS latency არის დაყოვნების ერთ-ერთი ძირითადი გამომხატველი. ეს CAS latency ხშირად მხოლოდ latency-ს სახელითაც გვხვდება. რაც შეეხება NS, ძალიან მარტივად ეს არის ნანოწამი. ნანოწამი ნიშნავს ერთი წამის 1 მემილიარდად ნაწილს. ნანოწამი და CL ორივე არის დაყოვნების გამომხატველი რიცხვითი მნიშვნელობები. ანუ ჩვენ ხომ გვაქვს CAS latency, იგივე დაყოვნება. აი ამ დაყოვნებას სჭირდება რიცხვითი მნიშვნელობა, რომ გამოვხატოთ და სწორედ აი ამ რიცხვითი მნიშვნელობის გამოსახატად გვაქვს CL და ნანოწამები. აი იგივეა, რაც საათს რო აქვს წუთები და საათები და წამები და მანძილს აქვს კილომეტრები და მეტრები და სანტიმეტრები. იგივენაირად არის აქაც latency-ს დაყოვნებას კომპიუტერებში აქვს ორი რიცხვითი მნიშვნელობა CL და ნანოწამები. ეხლა ავხსნათ თითოეული მათგანი. რას ნიშნავს latency? Latency არის როგორც ვთქვით დაყოვნება და ეს დაყოვნება არის ის დრო, რომელიც სჭირდება ოპერატიულ მეხსიერებას, რომ დაიწყოს ინფორმაციის გაგზავნა, რომელიც მოითხოვა პროცესორმა. მოდი სხვა სიტყვებით კიდე ერთხელ ვიტყვი. პროცესორმა მოითხოვა ინფორმაცია და ოპერატიულმა დაიწყო ამ ინფორმაციის გაგზავნა. პროცესი დაიწყო. აი იმ დროის მონაკვეთს, რაც დაჭირდა ოპერატიულს, რომ ინფორმაციის გაგზავნა დაეწყო, არის აი ეგ latency, ანუ დაყოვნება. ну, რაც უფრო დაბალია latency, ანუ დაყოვნება, უფრო მალე იწყებს ოპერატიული მეხსიერება ინფორმაციის დაბრუნებას პროცესორისთვის. როგორც თქვით, ეს დაყოვნება გამოიხატება CL-ებით და ნანოწამებით და მათ შორის განსხვავება ძალიან დიდი და ფუნდამენტალურია, იმიტომ რომ CL იზომება memory clock-ებში. memory clock-ი ჩვენთვის თვალით ხილული და ჩვენთვის აღსაქმელი დროის ცნება არ არის. ამიტომ ჩვენთვის გასაგები რო ყოფილიყო და ადამიანების სამყაროსთვის აღსაქმელი რო ყოფილიყო, შექმნეს ასევე ნანომეტრების სისტემაც, შექმნეს რა გამოიყენეს ნანომეტრების სისტემაც, რომელიც ჩვენთვის რეალურად აღქმულ დროში გვაძლევს ინფორმაციას ოპერატიულის დაყოვნებასთან დაკავშირებით. და რაც შეეხება ოპერატიულის განსაზღვრას, მისი წარმადობის და სიჩქარის და ყველაფრის შესახებ, აუცილებლად ორივე კრიტერიუმზე დაყრდნობით უნდა მოხდეს, ანუ უნდა გავანალიზოთ CL მნიშვნელობაც და უნდა გავანალიზოთ ნანოწამების მნიშვნელობაც. სხვანაირად უდიდესი ალბათობით შეცდომას დავუშვებთ. მაღალი მეგატრანსფერის მქონე ოპერატიულებს გაცილებით მოკლე clock cycle-ი აქვთ დაბალ მეგატრანსფერიან ოპერატიულებთან შედარებით. ამიტომ შეიძლება, რომ მაღალი CL-ის მქონე მაღალ მეგატრანსფერიანი ოპერატიული თანაბარი იყოს, ან ჯობდეს კიდევაც ოპერატიულს, რომელსაც დაბალი მეგატრანსფერების რაოდენობა აქვს, მაგრამ ძალიან დაბალი CL-იც აქვს. აი სწორედ ამიტომ, აი ეგეთი გაუგებრობა რო არის და CL16 შეიძლება უარესი ან უკეთესიც იყოს CL36-ზე და არის ბევრი თავის ტკივილი, სწორედ ამიტომ არის შემოღებული ადამიანებისთვის რეალურად აღსაქმელი ნანოწამების სისტემა, ნანოწამების ერთეული და მისი გამოთვლის ფორმულაც არსებობს და სწორედ ნანოწამებით ვადგენთ რეალურად რამდენია ოპერატიული მეხსიერების დაყოვნება და არა გამოსახული memory cycle-ებში, რომელიც ჩვენთვის არ არის აღქმადი და გასაგები, ესე ვთქვათ. აი სწორედ აქ გვჭირდება ახლა ფორმულა, რომლითაც აი ამ memory clock cycle-ებს გადავიყვანთ ნანოწამებში. ფორმულა გამოიყურება ასე. ნანოწამების რაოდენობა უდრის CL გამრავლებული 2000-ზე და შეფარდებული ოპერატიულის მეგატრანსფერების რაოდენობასთან. აი ეს არის ფორმულა. და CL, როგორც უკვე ვისაუბრეთ, არის დაყოვნების ერთ-ერთი გამომხატველი მაჩვენებელი. როდესაც ჩვენ ამ ფორმულას მოვარგებთ ნებისმიერი ოპერატიულის კიტს, რომლებიც იყიდება ბაზარზე, ეს რიცხვები დაყოვნების შესახებ და მეგატრანსფერების შესახებ, ანუ CL-ის და MTS-ის შესახებ ყველა ოპერატიულს უნდა ეწეროს, რომელსაც ყიდულობთ. აი სწორედ აი ამ ფორმულით განსაზღვრავთ, რამდენია მათი NS-ი რეალურად, ანუ რეალურად რამხელა დაყოვნება აქვთ.
მაგალითისთვის რო ავიღოთ ოპერატიული, რომელსაც აქვს 3200 მეგატრანსფერი წამში და აქვს 16 CL-ი, მოვარგებთ ფორმულას და მე უკვე გამოთვლილი მაქვს ეს საბოლოოდ მივიღებთ 10 ნანოწამს. ანუ 10 NS-ი იქნება პასუხი, ანუ CL-ს 16-ს გავამრავლებთ 2000-ზე და შევაფარდებთ ოპერატიულის მეგატრანსფერების რაოდენობასთან, ანუ 3200-თან და პასუხი არის 10. ასევე თუ ავიღებთ DDR5-ის კიტს მაგალითად, რომელსაც აქვს 6800 MHz და არის CL34, იგივენაირად 34-ს გავამრავლებთ 2000-ზე და შევაფარდებთ 6800-თან. და აქაც ამ შემთხვევაშიც პასუხს მივიღებთ 10 NS. ანუ ეს ოპერატიული მეხსიერებები დაყოვნების მხრივ რეალურად არის ერთი და იგივე. მიუხედავად იმისა, რომ ერთს ჰქონდა CL16, ხოლო მეორეს CL34. Ну, რადგან დაყოვნებები ერთია, არ ნიშნავს, რომ ოპერატიულები ზუსტად ერთი და იგივეა, იმიტომ რომ ერთის გამტარიანობა არის 6800 MHz, ხოლო მეორესი 3200. ანუ DDR5-ის კიტი, რა თქმა უნდა, 2 და 3 თავით ჯობია, აი წინა კიტს, იმიტომ რომ, ხო, მეგატრანსფერებში არის ძალიან დიდი განსხვავება და გაცილებით ჩქარად მოძრაობენ ეს მანქანები მაგისტრალზე. ხოლო დაყოვნება, როგორც თქვი, ერთი და იგივეა 10 NS-ი. ამიტომ მეგობრებო, ფორმულის მორგება აუცილებელი და ძალიან საჭიროა, რათა დავადგინოთ რეალური დაყოვნება რამდენია და ამის შემდეგ განსაზღვროთ ოპერატიული. ძალიან მოკლედ, დაყოვნებას აქვს თავისი ფორმულა და გადის ის ნანოწამებში, რითაც ვიგებთ რეალურ მაჩვენებელს და მხოლოდ ფურცელზე დაწერილი რიცხვები ოპერატიულის შესახებ ბევრს არაფერს გვეუბნება, აუცილებელია მისი ანალიზისთვის დაყოვნების, მეგატრანსფერების, მოცულობის და კიდევ სხვა კრიტერიუმების გათვალისწინებაც. გადავიდეთ დღეისთვის ბოლო რთულ თემაზე, რომელიც შეეხება ზოგადად ტაიმინგებს. გარდა CAS latency-სა, რომელზეც წეღან ვისაუბრე, ოპერატიულ მეხსიერებას აქვს კიდევ რამდენიმე დაყოვნების ტიპი. მომხმარებელთა აბსოლუტური უმრავლესობისთვის საჭიროა მხოლოდ რამდენიმეს გაგება, ესენი არის RAP, RP და RAS. ну, წინ თავსართი, იმიტომ რომ ის გამოხატავს ზუსტად დროს. როდესაც ოპერატიული მეხსიერების მონაცემებს ვკითხულობთ, ხშირად არის ხოლმე ასეთი ჩანაწერი, მაგალითად DDR5 6800 მეგატრანსფერი წამში, CL34, დახრილი ხაზი 45, დახრილი ხაზი 45, დახრილი ხაზი 90. ან რაიმე მსგავსი. აი, პირველი მაჩვენებელი, ეს 34 თუ 36 რაც არის, ეგ არის CAS latency, რაზეც წინა ნაწილში ვისაუბრე ეხლა და დანარჩენი დახრილი ხაზის გვერდზე რეებით წერია, აი ეგენი არის ზუსტად დანარჩენი დაყოვნებები, რომლებიც წეღან ჩამოვთვალე. TRCD, იგივე RCD არის დრო, რომელიც სჭირდება ოპერატიულს სწორი ხაზის პოვნიდან სწორი სვეტის პოვნამდე. ზოგადად ოპერატიული სტრუქტურა ფიზიკურად ეგრეა მოწყობილი, რომ შედგება ხაზებისგან და სვეტებისგან და აი მათ შორის პოვნის დაყოვნებას განსაზღვრავს სწორედ აი ეს მაჩვენებელი. TRP არის დაყოვნება გახსნილი ხაზის დახურვიდან ახალი ხაზის გახსნამდე, ხოლო TRAS არის დაყოვნება ის მინიმალური დრო, რომლის განმავლობაშიც ხაზი უნდა დარჩეს გახსნილი მისი დახურვიდან. ამას გარდა არის კიდევ მეორე და მესამე ხარისხოვანი დაყოვნებებიც, რომლებიც არც მე, არც თქვენ და საერთოდ არავის წესით ძალიან სპეციფიური მომხმარებლების გარდა მისი ცოდნა არავის არ ჭირდება ერთ სიტყვით. ძალიან მოკლედ, CL-ის გარდა არსებობს კიდევ რამოდენიმე ტიპის დაყოვნებები, რომლებიც ნაკლებად ცნობილია, მაგრამ ოპერატიულის მუშაობაზე და წარმადობაზე მაინც ახდენს გავლენას. ეხლა დაგასვენებთ, განვაგრძოთ შედარებით მარტივი თემით, რა განსხვავებაა DDR-ებს შორის, DDR-ის თაობებს შორის. პირველი განსხვავება სიხშირეებშია, DDR3-ები მუშაობენ 1033-დან 2033 მეგატრანსფერამდე წამში, ეგ არის მათი ლიმიტი, DDR4-ები 2033-დან 4000 პლუს მეგატრანსფერამდე, ხოლო DDR5-ები 4800-დან 8000-ზე ზემოთ მეგატრანსფერამდეც კი ადის. ანუ DDR5 ბევრად უფრო ძლიერია და ჩქარია მის წინამორბედთან შედარებით, იმიტომ რომ მისი ეს რენჯი შესაძლო მეგატრანსფერებს შორის საკმაოდ მაღალია უკვე. მეორე განსხვავება ძაბვა, DDR3-ის ოპერატიულები სტანდარტულად 1.5 ვოლტზე მუშაობენ, DDR4-ის ოპერატიულები
1.3 ვოლტზე მუშაობენ, ხოლო overclocked და დარაზგუნებული ოპერატიულები 1.35 ვოლტზე. DDR5-ებს რაც შეეხება, მათი ნორმა 1.1 ვოლტია, მაგრამ Expo და XMP რეჟიმებით, ანუ დარაზგუნებული ოპერატიულები 1.55 ვოლტზეც კი ადის მისი მუშაობის დროს. და საზოგადოდ ყოველი ახალი თაობა DDR-ისა ამცირებს ვოლტების რაოდენობას, რადგან გაზარდოს ეფექტიანობა. მესამე განსხვავება ფიზიკურ ფორმებშია. ყველა DDR-ს თავისი ელექტრული და ფიზიკური ფორმა აქვს და ისინი არ ერგება სხვებს, მაგალითად ისინი განსხვავდება პინების რაოდენობით, ან პინები თუ თანაბარი რაოდენობის არის განსხვავდება ჭრილით, ან შეიძლება ორივე ერთადაც იყოს განსხვავებელი ფაქტორი, ამიტომ გაითვალისწინეთ, რომ DDR3 DDR4-ზე ვერ მოთავსდება, DDR4 5-ზე და ასე შემდეგ ეს არის შეუძლებელი. მაგრამ სხვათა შორის, ეხლა რა ოპერატიულები გაძვირდა, არ მახსოვს რომელი კომპანია იყო, დალანჩეს დედაპლატა, რომელსაც აქვს DDR4-ის და DDR5-ის სლოტებიც Z. ბოლო განსხვავება მეოთხე, რომელზეც დღეს მინდა რომ გესაუბროთ, არის რა თქმა უნდა მოცულობები. DDR3-ში თუ გვაქვს 2, 4, 8, 16 გიგაბაიტიანი სტიკები, რაც ძალიან იშვიათია. კონტრასტულად DDR5-ში 1 ცალი 32 გიგაბაიტიანი და 1 ცალი 24 გიგაბაიტიანი სტიკებიც კი გვაქვს, არათუ სხვა მოცულობები. ესე რომ, რაც უფრო ახალი თაობის DDR-ია, 1 სტიკი უფრო მეტ გიგაბაიტს შეიძლება მოიცავდეს და აქედან გამომდინარე, საერთო ჯამში უფრო მეტის ჩაყენება შეგიძლიათ კომპიუტერში რა. ძალიან მოკლედ DDR-ის თაობები ერთმანეთისგან განსხვავდება ფორმით, სიხშირეებით, ტევადობით და ძაბვით. განვაგრძოთ საინტერესო თემით, რომელიც შეეხება ძაბვას, XMP და Expo პროფილებს. ოპერატორული მეხსიერების ძაბვა არის ელექტრული მაჩვენებელი, რომელიც RAM-ს სამუშაოდ მიეწოდება. რაც უფრო მაღალია ძაბვა, უფრო ცხელდება ოპერატიული და უფრო მეტ სითბოს გამოყოფს. სწორედ ამიტომ ხვდებით მაღალი წარმადობის ოპერატიულებში hit spreader-ებს, რომლებიც სიცხეს ანაწილებს ოპერატიულ მეხსიერებაზე და ამავდროულად თერმობალიშებიც გამოიყენება მათ ქვეშ, რომ მაქსიმალურად მეტად მოხდეს სითბოს განეიტრალება ოპერატიული მეხსიერების მოდულიდან. საზოგადოდ მაღალი ძაბვა არ არის კარგი, მაგრამ XMP და Expo პროფილების სამუშაოდ და დარაზგონებული ოპერატიულებისთვის სხვა გზა არ არის, ის საჭიროა რომ არსებობდეს. ეს ძაბვის შეცვლა შესაძლებელია როგორც პირდაპირ გამზადებული პროფილებიდან და მაგაზე ცოტა ხანში ვისაუბრებ დეტალურად, XMP და Expo-ს გულისხმობ, მაგრამ ასევე შესაძლებელია ხელით მანუალურად გაკეთება და ძაბვების შეცვლა, მაგრამ თუ ძალიან კარგად არ ხართ გარკვეული და დარწმუნებული არ ხართ, რომ თუნდაც გჭირდებათ და ასე შემდეგ, არ გაურისკოთ, ხელი არ მოკიდოთ, შეიძლება გადაწვათ საერთოდ მთლიანი ოპერატიული ვოლტის ცვლილების გამო. მოდი უშუალოდ გადავიდეთ XMP და Expo პროფილების ახსნაზეც. ისინი არის ოპერატიულის შიგნით შენახული overclock პროფილები. უფრო მარტივად რო ვთქვათ, ისინი ინახავენ ინფორმაციას მეგატრანსფერების, დაყონებების და ვოლტების კიდევ სხვა დეტალების შესახებ, რომლებიც ერთად დაყენების შემდეგ ოპერატიულს უფრო ასწრაფებენ. იმიტომ რომ ჩვენ ხო ახლა ხელით ვერ გავსაზღვრავთ ზუსტად როგორი უნდა იყოს პროფილი, რომ ოპერატიულმა უფრო სწრაფად იმუშაოს. სწორედ ამიტომ გამზადებული პროფილები არსებობს. ზოგადად რო იცოდეთ, XMP პროფილები არის Intel-ისთვის განკუთვნილი, მიუხედავად იმისა, რომ AMD-ს ძალიან ბევრ პროცესორზე და პლატაზე მაინც მუშაობს, ხოლო Expo პროფილები განკუთვნილია AMD-ს პროცესორებისთვის და დედაბარათებისთვის, ასევე მიუხედავად იმისა, რომ Intel-ის ძალიან ბევრ სისტემაზე ისინიც მუშაობენ. აქ რაღაც კუთხით მარკეტინგსაც აქვს საქმე, მაგრამ ტექნიკურადაც არის განსხვავება. ზოგიერთ კითხვას საწერია XMP ready, ზოგს საწერია Expo ready, ანუ მათთვის გამზადებული, ზოგს ორივე მხარდაჭერა აქვს და ეს უკვე ფასზე მეტყველებს, ფასი ზოგის იწევს, ზოგი კლებულობს, აქედან გამომდინარე. და აი ამ პროფილების გააქტიურება ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელია, იმიტომ რომ შეიძლება იყიდოთ 6800 მეგატრანსფერიანი კიტი, რომელსაც აქვს რავი სასწავლის სიჩქარეები და ძალიან დაბალი დაყონება, მაგრამ თუ Expo და XMP პროფილებს არ გააქტიურებთ, იმუშაოს 4800 მეგატრანსფერზე და იყოს ძალიან ნელი. ამიტომ გაითვალისწინეთ ეგ რომ ყოველთვის ჩართოთ ხოლმე BIOS-იდან. ძალიან მოკლედ, რაც უფრო მაღალია ძაბვა, უფრო მეტად იძლევა ის overclocking-ის საშუალებას და ამავდროულად უფრო მეტად ცხელდება. რაც შეეხება XMP და Expo პროფილებს, ისინი არის ბევრად უფრო უსაფრთხო, გამზადებული პროფილები overclock-ისთვის, ოპერატიულის overclock-ისთვის და ისინი გვხვდება Expo სერიები.
AMD-ის პროცესორებზე და პლატებზე, ხოლო XMP Intel-ის პროცესორებზე და პლატებზე. ბოლო შემაჯამებელი თემა დღეისთვის საბოლოოდ როგორ შევარჩიოთ ეს ოპერატიული სწორად. პირველ რიგში განსაზღვრეთ, რამდენი გიგაბაიტი გჭირდებათ. Როგორც უკვე თავში ვთქვი, არ ნიშნავს ბევრი აუცილებლად უფრო სწრაფს. რას თამაშობთ, რას ამონტაჟებთ, როგორ იყენებთ კომპიუტერს და როგორ შეიძლება რომ გამოიყენოთ, ეგ ყველაფერი თავში დაალაგეთ და მაგისთა მიხედვით აარჩიეთ. ყველა პროგრამას და ყველა თამაშს, ყველაფერს უწერია, რამდენი გიგაბაიტი ოპერატიული ჭირდება მას მოცულობით. ამიტომ მაგ ყველაფერს რომ დათვლით, განსაზღვრავთ, რამდენი შეიძლება დაგჭირდეთ. დღესდღეობით 16 გიგაბაიტი ჩემი აზრით ძალიან საკმარისია აბსოლუტური უმრავლესობა დავალებებისთვის. 32 არის აი sweet spots რო ეძახიან იდეალური წერტილი, მაგრამ მაინც როგორც ვთქვი, თქვენზეა საბოლოოდ დამოკიდებული. მეორე ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, რა თქმა უნდა, მეგა ტრანსფერები, იმედია მეგაჰერცებს აღარ იტყვით, იმიტომ რომ მეგა ტრანსფერებია ესენი და რა თქმა უნდა, არანაკლებ მნიშვნელოვანია მოცულობისგან, იმიტომ რომ სიჩქარეა პრაქტიკულად. რა ეხა შეიძლება დავისვ 128 გიგაბაიტი გქონდეთ, მაგრამ თუ დაბალი მეგა ტრანსფერები აქვს, მაინც ნელა იმუშავებს რა. ანუ აზრი არ აქვს დიდად მოცულობას, ხო და ძალიან კარგად უნდა განსაზღვროთ მეგა ტრანსფერების რაოდენობაც. DDR5-ის კიტებში 5200-დან 6400-მდე ითვლება ძალიან კარგ სეგმენტად, მაგ რენჯში მოქცეული ოპერატიულები 6400-ზევით უკვე ტოპ-ტიერ ოპერატიულებია, ძალიან ძვირებით ღირს ისინი, არც ესე მარტივად ხელმისაწვდომი აღარ არის და ხო, ჩემი აზრით აბსოლუტური უმრავლესობას თქვენგანებისა, ვინც ხელ ვიდეოს უყურებთ, 6800 და ასე უფრო მეტი არავის არ გჭირდებათ. 6400 და შეიძლება 5800 ასე ყველასთვის საკმარისი იქნება. მესამე ფაქტორი, რა თქმა უნდა, შეეხება ტაიმინგებს. როგორც უკვე გითხარით და ეგ აუცილებლად კარგად უნდა გაითვალისწინოთ, რომ დაბალი ტაიმინგი, რომელიც CL-შია მოცემული, აუცილებლად უფრო კარგს არ ნიშნავს, იმიტომ რომ აუცილებელია მისი ფორმულის მორგება და მეგა ნანოწამებში გადაყვანა, ხოლო ამის შემდეგ განსაზღვრავთ რეალურად რამდენია მისი დაყოვნება ჩვენთვის ახმად დროში. საზოგადოდ რო იცოდეთ, 10 NS-ი ძალიან კარგია, აი sweet spot-ია მართლა, ანუ 10 ნანოწამი, მაგრამ რა თქმა უნდა, ეხა მას ოდნავ მეტი, ოდნავ ნაკლები, არაფერს ისეც არ წვეთს, ძალიან კარგია ეგეც, თავისუფლად შეგიძლიათ შეიძინოთ. და ბოლოს აუცილებლად გადაამოწმეთ თავსებადობა. ყველა პლატას თითქმის ახლებს თავიანთ product page-ზე, ანუ თავისი პროდუქტის გვერდზე უდევთ ხარდაჭერილი ოპერატიულების სია. იმიტომ რომ მეგობრებო, ძალიან სპეციფიური ნაწილია ოპერატიული რა. პლატამ შეიძლება უბრალოდ არ მიიღოს, ყველაფერი ემთხვეოდეს, ყველაფერი კარგად იყოს, მაგრამ უბრალოდ CPU memory controller-მა არ მიიღოს ეგ ოპერატიული. ამიტომ ძალიან კარგად გადაამოწმოთ. Reddit-ზე ნახეთ, ვინმეს თუ აქვს მსგავსი კიტი, იგივე პლატაზე, რასაც თქვენ სოფთ და იგივე პროცესორზე, ყველაფერი კარგად გამოიკვლიეთ და მხოლოდ ამის შემდეგ იყიდეთ. შეიძლება ჩაერთოს, მაგრამ წარმატება ვერ გაიწუროს ბოლომდე. ანუ ძალიან ბევრი ფაქტორია და ამიტომ აუცილებლად უნდა იყოს დარწმუნებული იმაში, რომ თავსებადია თქვენს სისტემასთან ოპერატიული თავიდან ბოლომდე და არ შეგიფნით პრობლემას და ეგ პრობლემები შეიძლება იყოს საერთოდ არ ჩაერთოს კომპიუტერი. შეიძლება blue screen-ები მოქცეთ, შეიძლება mega transfer-ები ბოლომდე არ გამოიყენოს, შენელდეს და მოკლედ 1000 უბედურება. ამიტომ ძალიან კარგად უნდა გასახა. მე მაგას ვერ გირჩევთ ფიზიკურად და ვერ ავხსნი ვიდეოებში, 800 ვიდეო გადავიღო, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ოპერატიული და ძალიან ბევრი პროცესორია, ხო? თქვენც უნდა გააკეთოთ research-ი ძალიან კარგად და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძინოთ. სულ ეს იყო დღევანდელი ვიდეო, იმედია ინფორმატიული იყო, ძალიან ბევრი რამე გასაგებია უკვე თქვენთვის, რაც აქამდე არ ყოფილა. ჩვენ კი შევხვდებით უფრო საინტერესო და მრავალფეროვან ვიდეოებში. ნახვამდის.